ვიცი ასე რად ხდება სადაც კი ვნახავ ლამაზ მთაგორებს სადაც ლამაზი მთაბარი მხვდება ჩემს საქართველოს რატომ მაგონებს და მე არ მინდა სხვა ნეტარება თუნდაც ვიარო მთელი სამყარო ალბათ ვერ პოვე სხვა შედარება ხარე ლამაზი რომ შევადარო მისი ხატება როგორც ლამპარი მინათებს გზებს და თან დამატარებს სადაც ლამაზი მთაბარი მხვდება ჩემს საქართველოს რატომ მაგონებს და მე არ მინდა სხვა ნეტარება თუნდა ვიარო მთელი სამყარო ალბათ ვერ პოვე სხვა შედარება ხარე ლამაზი რომ შევადარო სადაც კი მხვდება ურფან მთაბარი ჩემს საქართველოს რატომ მაგონებს და მე არ მინდა სხვა ნეტარება თუნდაც ვიარო მთელი სამყარო ალბათ ვერ პოვე სხვა შედარება ხარე ლამაზი რომ შევადარო და მე არ მინდა სხვა ნეტარება თუნდაც ვიარო მთელი სამყარო ალბათ ვერ პოვე სხვა შედარება ხარე ლამაზი რომ შევადარო გვიანი დილა მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო ბარბარე ჯანაშია ასევე ჩვენთან ერთად არაჩვეულებრივი პიროვნება დილა მშვიდობისა მეგობრებო ისევ ეთერში ვარ გვიანი დილა და წამის წამყვანები თემო და ნანა კი, ბატონო. და რა თქმა უნდა ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმარი ბარბარე მოდი დაბრძანდი ჩვენთან ესე იგი რა კარგი გვარის ადამიანია ბარბარე მე მიყვარს ეს გვარი ძალიან განსაკუთრებით ესე იგი დავიწყოთ პირველ რიგში აი მადლობა ხო ნანა როგორც შენთვის ყოველთვის რა თქმა უნდა არ შემიძლია არ დავეთანხმო ბარბარეს არაჩვეულებრივად გამოყვები და შენ ჩემო ძვირფასო ულამაზესი ხარ ამ შენი ბაფთებით მოსული მადლობა ესე იგი ბარბარე კი არის ვარსკვლავი ნამდვილი მაგრამ იმ გადაცემაში სადაც მე ვარ წამყვანი და შენც მე მგონი პირველად არის თუ არა პირველად ხარ ჩვენთან აი ამაში ამიტომ უნდა ვკითხოთ რაღაცეები როგორ მოგწონს ჩვენი სტუდია ზოგადად ტელევიზია და ასე შემდეგ ძალიან მომეწონა გვიანი დილა პოსტივიზე იმიტომ რომ ძალიან მომეწონა და ხშირად გიყურებდით ხოლმე მაგრამ ესე მე პირველად ვარ თქვენთან და ძალიან მომეწონა თქვენი ეთერი მივესალმები ჩვენს მაყურებელს და უღრმეს მადლობას გიხდით საგვართვა სამსახური ანუ ერთგული მაყურებელი ხარ ხო კი თქვენი ერთგული მაყურებელი კი ბატონო და ძირითადად რა მოგწონს აი ჩვენს თქვენთან გადაცემა მომწონს ყველაზე მეტად რომ ხართ ძალიან მხიარულები ხართ ყოველთვის პოზიტიურები და ხართ ულამაზესები აი როგორი სიტყვა პასუხი და როგორ ფერებშია ჩვენ სტუდიასთან ესე იგი შეხამებული ბარბარე ესე იგი ბარბარე უნდა გითხრა პირველ რიგში შეხარ 9 წლის არ 10 მე ბოდიში მე პირიქით ესე იგი მითხარი აბა შენი ინტერესების შესახებ ცხოვრებაში რა გიყვარს რას სიმღერა რო გიყვარს და არაჩვეულებრივად გამოგდის ეს გასაგებია და მაგას მე რეგიო ცეკვავ სპორტი თუ ხარ დაინტერესებული
სპორტით არ ვარ დაინტერესებული, მაგრამ ფეხბურთი ძალიან მიყვარს ჩემ მეგობრებთან ერთად თამაში. ძალიან ვგიჟდები, როდესაც ჩემ მეგობრები, მე და ჩემი მეგობრები დროს რო გამოვნახოთ ხოლმე, ფეხბურთს ვთამაშობ, ვგიჟდები, ესე ვიყოფით ხოლმე გოგოები და ბიჭები და ერთად ვეჯიბრებით ხოლმე ერთმანეთს. მე ზოგადად მინდა რომ გამოვიდე მსახიობი, იმიტომ რომ ყველაფერი სჭირდება მსახიობობასაც ძალიან მომწონს. სხვადასხვა მე დავდივარ თეატრალურ სტუდიაში, სახეებში. ნიკა და ნატალიასთან, აქედანაც მოვიკითხავ მათ, არის უკარგესი სტუდია. სადაც ეხლა გქონდა სპექტაკლი სხვადასხვა 30-ში, 30 ივნის. გქონდა სპექტაკლი, ვთამაშობდით 12 თვეს და მეც ვღებულობდი მონაწილეობას და ვიყავი. რომელი თვე იყავი შენ? მე თვე არ ვიყავი, მე ვიყავი დედოფალი. და რას დედოფალს თამაშობ? კი, ძალიან მომწონს მსახიობობა და მინდა რომ მომავალში გამოვიდე მსახიობი. მოკლედ როგორც მივხვდი სცენაზე გრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში. ხომ ასეა? სურვა თუ იცი? ცურვა როგორც იცით მე წყლის ქალაქიდან ვარ, ფოთიდან ვარ. კი ბატონო. მაგრამ ცურვა არ ვიცი. არა უშავს, ყველაფერი წინა. უნდა ამ საქმით რაღაცნაირად შენ უნდა მაგრამ ცურვა მიყვარს. ხო, არა უშავს ჯერ მე დაგეხმარები მერწმუნე. მე დაგეხმარები და გასწავლი ცურვას. და თუ გასწავლი ცურვას შეიძლება ოლიმპიადაზე მოხვდე, მაგრამ ეგ კიდე ისეთებ. ესე იგი, ბარბარე, შენ გინდა მსახიობი რო გამოხვიდე. მაგრამ თარო ასე კარგად მომღერლობა ხომ არ გინდა მაინც უფრო. მე ჩემი აზრით მსახიობობას ყველაფერი სჭირდება, ის სიმღერაც, ის ცეკვაც. ჩემი აზრით ცეკვა იმისთვის სჭირდება რომ მოქნილი იყო, ფეხბურთი იმისთვის რომ რაღაცნაირი იყო, რა ვიცი და სიმღერა მიზანდასახული და კიდე სიმღერა ჩემი აზრით იმისთვის რომ არის სპექტაკლები, სადაც სჭირდება ხოლმე სიმღერები და ყველაფერში მეხმარება ჩემი აზრით ეს ყველაფერი. იცი რა მაინტერესებს, ვინ გეხმარება აი ამ შენ ასე ვთქვათ ინტერესებში. ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც ხარ დაინტერესებული. მსახიობი, მომღერალი და ასე შემდეგ. მოცეკვავე, ფეხბურთელი, აი. ყველაზე მეტად მეხმარება ხოლმე ჩემი დედიკო და მამიკო, იმიტომ რომ ვუზიარებ ჩემ აზრებს და ისინიც თანხმდებიან. ასე და ვარ ძალიან ბედნიერი და მინდა ჩემს მშობლებს უთხრა რომ ძალიან მიყვარხართ. და სხვათაშორის მინდა კიდევ ერთი რაღაცა გითხრათ. აი ეხლა მაგალითად ბევრი მიწერს ხოლმე კომენტარებში რომ ამბობს ბავშვობა არ აქვს, საერთოდ რატომ არ თამაშობს. ანუ მე საერთოდ ვერ ხვდები ამ კითხვას რატომ ისმენ, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს თამაში. ჩემ მეგობრებთანაც, ჩემ მეზობლებთანაც ძალიან კარგად თამაშობ. ტალახში რატო არ თამაშობ? თქვენ არ იცით მე როფერში ჩავდივარ ტალახში როგორ თამაშობ. აი გიხვეწებით უნდა ნახოთ. აი ესე ვანაობ ტალახში და ტალახით ვაშენებთ ტორტებს, იმას, ანუ არ ვხვდები ესეთ კითხვას რატომ ისმენ. ხა, როდესაც გასწავლით ცურვას მერწმუნე რომ ცურითი ცურვა. წყალში ჯოგია, ტალახში ცურვა რა ვიცი, ხო, რას შენ კომენტარებს, ნუ მიაქცევ. ნუ კითხულობ. მე არ კითხულობ. არ არის ის რა ქვია, აუცილებელი. ეხლა მოგვიყევი შენს ამერიკულ ვოიაჟზე. მე მაგალითად ამერიკაში არ ვარ ნამყოფი და ძალიან მაინტერესებს და აი პირველ წყაროს აგერ ვუსმენ და მოგვიყევი ბარბარე, რა ხდებოდა ამერიკაში, როდის იყავი, როგორ იყავი და ასე. და რამდენად მოგეწონა შენ ამერიკა? კი, როდის ვიყავი არ მახსოვს, მაგრამ ვიყავი ახალ წელს. ჩავედი ახალ წელს. რომელ ქალაქში იყავი? ჩვენ ვიყავით ბრუკლინში, მაგრამ დავდიოდით ნიუ-იორკში. ასევე დავდიოდით სხვადასხვა ქალაქებში, ვიყავით მაიამში, ორლანდოში, დისნეილენდში ვიყავით. აუ დისნეილენდი არის მართლა ყველაზე ლამაზი, ყველამ უნდა ნახოს ჩემი აზრით და რაც ვნახე დისნეილენდი, იმის მერე გამიჩნდა სურვილი, რომ ყველა ბავშვმა უნდა ნახოს ეს ადგილი, იმიტომ რომ მართლა საოცრება ადგილია. მაიამი ულამაზესია, იმიტომ რომ მე ძალიან გამიკვირდა თეთრი ქვიშა, თან რაღაცნაირი ოკეანეა. მართალია ძალიან ცივი იყო და კარგად ვერ ჩავედი და ეგრევე ამოვხვდი, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო იქ ავრობა. დისნეილენდში როდესაც იყავი, რა უფრო მოგეწონა? ხო, ყველაზე მეტად მოგეწონა. მე ზოგადად ძალიან მიყვარს გართობა და იმდენად ბევრი რაღაც გასართობი იყო. თან მე ვიყავი მამიკოსთან და დედიკოსთან ერთად, ოჯახურად ვიყავით წასულები და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღა, იმიტომ რომ ყველა ერთად სიამოვნებდით და ანუ ჩემი ოჯახი ესე ერთად არასოდეს დაშევკრიბილო ვართ რა, იმიტომ რომ მე 2 წლის ვიყავი, როდესაც მამიკო საზღვარგარეთ წავიდა და მის მერე აღარ მინახავს. და მე ვნახე ეხლა და ძალიან ბედნიერი ვარ. ეხლაც მივდივარ ახლო ხანებში. თვის ბოლოს მივდივარ ახლო ხანებში ამერიკაში. საცხოვრებლად მივდივარ, იქ ვაპირებ შევიდე სკოლაში, იქ ვაპირებ გავაგრძელო ყველაფერი, მივიღო ბევრად კარგი განათლება, რაზეც აქ დავდივარ ყველაფერზე იქაც შევიდე და ეს ყველაფერი გავაგრძელო, მივიღო კარგი განათლება, როდესაც ჩამოვალ ეს განათლება რა თქმა უნდა ჩემს სამშობლოს, ჩემს საქართველოს. კი ბატონო, ინგლისური თუ იცი? ინგლისური ვიცი, ოღონდ ვიცი ჩაოლებრივი ინგლისური, ამერიკული ინგლისური არ ვიცი. რა საყვარელი. ამერიკაში, როდესაც ჩავედი, იქ სხვანაირი ინგლისური აქვს, იმართლა რომ გითხრათ. ნამდვილად. აი,
აქ რასაც მასწავლიან, იქ რაღაც სხვანაირად ლაპარაკობენ. იგივე ინგლისურია, მაგრამ აი ქედ და გდოგვარი, მაგასაც ხო, აი. სლენგი და ეს ლაპარაკობენ და მეთქი ამაზე ძალიან ჩევიჩვია. ძალიან ისეთი ენა აქვს და იმედია და რა მაინტერესებს შენ როგორ ფიქრობ? გაგიჭირდება თავიდან? აი მეგობრების გარეშე აქაური მეგობრების და მაგრამ ნუ ახალსაც შეიძენ რა თქმა უნდა. კი, თავისთავად. სიმართლე რომ გითხრათ, იქ ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც არის ქართველი. იმიტომ რომ იქ როდესაც ჩავედი, თითქმის ის იყო, ყველგან ქართული ხმა ისმოდა, ვერ წარმოიდგენდი რომ სხვა ქვეყანაში იყავი. აი ძალიან მაგარი იყო. სადაც არ უნდა შევსულიყავით, ყველგანის ქართული სიმღერები, ყველგანის ქართველები, აი ყველაზე და ძალიან მხიარული ქართველები არიან იქ და ძალიან მესი ამონას ყველაფერი და მინდა აქედან მოვიკითხო ჩემი კაცო, ყველა ემიგრანტი მოვიკითხო. Bravo. Man ve რა დავუმატო არ ვიცი, იმიტომ რომ ბარბარე არის, თუმარიც წამყვანის და მომღერალის და არჩეულებრივია, კი. ეგ ამბავი. ეხლა უნდა კითხოთ შენ ჩაცმის სტილზე აუცილებლად, ასე ლამაზად რომ გამოიყურები. არჩეულებრივი ულამაზესი კაბა. ის იდეა. შენ არჩევ დედასთან ერთად თუ როგორ არის ეგ ამბავი გითხრა. მე ყოველთვის ჩემით ვარჩევ ხოლმე ჩემს აუთფიტს, ასე რომ ვთქვა, ტასაცმელს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან კარგია, როდესაც რაღაცებს ერთმანეთს ვუხამებთ. მიყვარს აი მრავალფეროვნება რა და აი სხვადასხვა ფერები, ახალი შემოტანა, აი ყველაზე მეტად მომწონს ესეთი რაღაცები და ყოველთვის მე თვითონ ვარჩევ ხოლმე ჩემს ტანსაცმელს და შემდეგ ჩემი მშობლები მიფასებენ და მე ვიგან კარგია, ცუდია და ამის მიხედვით მე ვიცმევ ხოლმე. არაჩვეულებრივი, ესე იგი, მე მინდა შენ და ნანამაც რა თქმა უნდა, წარმატებები გისურვოთ. მადლობა. ამერიკაში რო წახვალ და განათლებას მიიღებ და მერე დაბრუნდები და იქნები ჩვენთან და მსახიობიც იქნები, მომღერალიც და ასე შემდეგ. წარმატებები შენ ნამდვილად. დიდი ვარსკვლავი იქნება. კი, ნამდვილად იქაც რა თქმა უნდა იმღერებ, დარწმუნებული ვარ. აუცილებლად ნინი შარმადინი მელოდება სხვათა შორის. ოხ, ჩვენი ნინი გელოდება, ძალიან კარგი. ნინის აქედან მოკითხვა. შენ გითხარით ეხა დღეს პრემიერით ხარ მოსული სიმღერის. მოგიყევი ამ სიმღერაზე სანამ ვიმღერებ. მაგრამ სანამ პრემიერზე მოგიყვება და გიკითხავთ ლექს. მე როგორ გამო? სამშობლოზე რა თქმა უნდა. ვისი ლექსია ეს? ეს არის ნანა მეფარიშვილის ლექსი. მებრძოლის სული. მებრძოლის სული. მე რუსთაველის სამშობლოდან ვარ. იქ შემასწავლეს ლოცვა და რწმენა. ვაჟას მიწა, ჩემი საძვალე. გოგებაშვილმა ამით გაენა. აღმაშენებლი სამშობლოდან ვარ. იქა ჩემი სულის საუფლო. სადაც სიმღერით ომებს იგებენ, სადაც ყოველი ლექსად საუბრობს. მე სააკაძის სამშობლოდან ვარ. თამარის სისხლი გადამდის გულზე, უფლის სიყვარულს თავს რომ სწირავენ და რწმენას არვინ არ ყიდის ფულზე. მე და ფიროსმანს ერთი მიწა გვაქვს, გალაქტიონის დამყურებს ხამე. სწორედ იქაა ჩემი სამშობლო. დედა ღვთისმშობლის რჩეული მხარე. მე ქეთევანის სამშობლოდან ვარ. მისი სისხლი ვარ, შვილი ვარ და ვარ. აკაკის ნასუნ ხარს ვისუნთქავ. ილიას გავლილ მიწაზე დავა. ჩემი სამშობლო ვერ ითვლის ასაკს. კაცობრიობის დღეთა შექმნიდან. დიახ, გახლავართ საქართველოდან. გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან. Bravo, bravo. აქ სიტყვები ზედმეტია. ნანა აგვიტირდა ეხა და აგვიტირდა. გითხარი ბარბარე, რა სიმღერით ხარ დღეს ჩვენთან? კი, მე ვარ ჩემი მასწავლებლის ეს არის ჩვენი სტუდიის ჰიმნი, ჩვენ ვართ სტუდია ლაპრიმა, მე დავდივარ ლაპრიმა სტუდიაში და ეხლა ისინი იყვნენ სპორებზე და აქედანაც მოვიკითხავ მათ კიდევ ერთხელ და მას ძალიან მიყვარხართ. ნინო ლომიძეს დაწერილი სიმღერაა და ქვია ღიმილი გადამდებია. მოკლედ ღიმილი გადამდებია, გადმოგდე ეხლა შენს ღიმილი და აქ თხოვ სცენაზე ასეთი სტუმარი ყავდა არაჩვეულებრივი ბარბარე ჯანაშია. სცენაზე ბარბარე ჯანაშია. კი ბატონო. ზღვის ნაპირზე მეფერება ბაჭაჭინა თოლია არასოდეს დავივიწყებ რა ოცნებას მქონია გაუღები შენს ბილიკებს რთული არაფერი
Proba